მოგესალმებით. მე ლელა კოტორაშვილი ვარ. დღეს უნდა გაგაცნოთ რობერტ ლუის სტივენსონის განძის კუნძული. სათავგადასავლო ჟანრში უნდა გადმოვინაცვლოთ ავტობიოგრაფიული ჟანრიდან. რობერტ ლუის სტივენსონი შოტლანდიელი მწერალი იყო. ის დაიბადა 1850 წელს. საკმაოდ სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, რის გამოც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობდა და ეძებდა მისი ფილტვებისთვის შესაბამის ჰავას. და აი წყნარი ოკეანის შუაგულში სამოაზე მიაგნო ასეთ ადგილს და თავის მეუღლესთან და ორ გერთან, დედასთან ერთად სიცოცხლის ბოლო უბედნიერესი 4 წელიწადი გაუტარებია. კუნძულზე, რომელსაც ერქვა უპოლუ. კუნძულის ბინადრებს ძალიან შეჰყვარებიათ ადამიანი, თეთრკანიანი ადამიანი, რომელიც მათ უამბობდა ზღაპრებს და შეურქმევიათ ასეთი სახელი ტუზი ტალა, რომელიც მათ ენაზე მეზღაპრეს ნიშნავდა. რობერტ ლუის სტივენსონის წინაპრები შუქურების მშენებლები ყოფილან, თუმცა თავად პროფესიად მწერლობა აირჩია. განძის რაც შეეხება ამ წიგნს პალიტრაელმა გამოსცა 2013 წელს დიდხანს იდო ჩემი წიგნების თაროზე და ერთ მშვენიერ დღეს მე ის წავიკითხე ჩემს შვილებთან ერთად. წიგნი თარგმნა ალექსანდრე გამყრელიძემ და ამ წიგნს ძალიან საინტერესო შესავალი წერილი აქვს დართული, რომლის ავტორი არის ზვიად დოლიძე. და ეს ბიოგრაფიული ცნობები სწორედ აქედან გაგაცანით. რაც შეეხება ამ არჩევანს, ეს წიგნი ჩემი თაობის კითხველებს უმეტესობას საკითხული აქვს, მაგრამ ისე მოხდა, რომ მე ვერ წავიკითხე ბავშვობაში და ხშირად მიუმართავ ხოლმე ასეთ ხერხს წიგნები, რომლებიც ბავშვობაში უნდა წამეკითხა, ამ წიგნებს ვკითხულობ ჩემს შვილებთან ერთად. ახლა სულ ასეთი ან მათთვის ვკითხულობ. მათთან ერთად წაკითხული 2 წიგნი, რომელიც დაუვიწყარი არის დღემდე და სულ ასეთი იქნება. ეს არის პირველი განძის კუნძული და მეორე ტოლკინის ჰობიტი, რომელსაც აუცილებლად გაგაცნობთ ასევე. ამ ბალიშზე კი ხატია განძის კუნძულის ერთ-ერთი მოქმედი პერსონაჟი, ასე რომ ვთქვათ, ისპანიოლა, გემი ისპანიოლა. მეოთხე კლასელი იყო თეკლა, გაბრიელი კი სკოლაში არ დადიოდა, როდესაც ამ წიგნის კითხვა დავიწყეთ, კითხულობდით საღამოობით ძილის წინ და ამდენი წლის შემდეგ გვხვდება ჩვენ მიერ გახაზული სიტყვები, მაშინდელი მინაწერები, მაგალითად ერთ გვერდზე თეკლას მიუწერია ქვეყანა სულთან დავყვება როგორც მზე. არ მახსოვს ზუსტად რასთან დაკავშირებით თქვა ეს და ბოლოს მახსოვს რომ თეკლასთან ინტერვიუ ჩავიწერე, რადგან ხმამაღალ კითხვასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოდ მსჯელობდით, როცა ეს ამ წიგნის კითხვა დავასრულეთ. პირველი წიგნი იყო, რომელიც მათ ასე ხმამაღლა, ასეთი სქელტანიანი წიგნი წავკითხეთ და აუცილებლად გაგაცნობთ ამ ინტერვიუს და ნამუნარიდებს ვიდეოს ბოლოს. ახლა რაც შეეხება თავად განძის კუნძულს. ეს ამ წიგნის შესახებ Goodreads-ზე სოციალურ ქსელში, სადაც აქვეყნებენ მკითხველები საკუთარ შთაბეჭდილებებს წიგნების ირგვლივ 1000-მდე გამოხმაურება არის, მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნის დაწერიდან 150 წელია თითქმის გასული, წიგნს მიიჩნევენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სათავგადასავლო წიგნად, თავგადასავლად. ეს არის წიგნი მეკობრეების შესახებ, ზღვაზე მოგზაურობის შესახებ. შეიძლება ითქვას, ეს არის წიგნი შინიდან გასვლისა და უკან დაბრუნების კლასიკური მოტივზე აგებული და რაც შეეხება თავად წიგნის დაწერის თარიღს 1891 წელს დაუწყია წერა, პერიოდულ გამოცემაში გაზეთში ქვეყნდებოდა და 1993 წელს უკვე წიგნად გამოუცია ავტორს. წიგნის დაწერის იდეა გასჩენია მას შემდეგ, რაც თავისი ძმისშვილისთვის დაუხატავს განძის რუკა. ამ ამბის გაგების შემდეგ გამახსენდა
ორი წიგნი, მაგალითად პეპი გრძელწინდა და კიდევ ახლა ზუსტად აღარ მახსოვს რომელი წიგნი, რომელიც ბავშვებისთვის შეიქმნა და ეს არის კიდევ ისეთი შთამბეჭდავი წიგნი, რომელიც ბავშვთან ურთიერთობის შედეგად დაწერა მწერალმა და ეტყობა კიდევაც მას ასეთი ურთიერთობის კვალი. წიგნის სიუჟეტი იწყება, მოვლენები ვითარდება ადმირალ ბენბოუში, რომელიც არის ფუნდუკი და მისტერ ჰოკინზი არის ამ ფუნდუკის მეპატრონე და მისტერ ჰოკინზს ჰყავს ერთი ვაჟიშვილი, ჯიმ ჰოკინზი, რომელიც არის მთავარი მთხრობელი და მეუღლე. აქვე უნდა ვთქვა, რომ წიგნში სულ მამაკაცი პერსონაჟები არიან და მხოლოდ ერთი ქალი პერსონაჟი გვხვდება, ჯიმ ჰოკინზის დედა. მოკლედ, ამ ერთ მშვენიერ დღეს ამ ფუნდუკში დაიდებს ბინას მეზღვაური ბილი ბოუნსი, რომელსაც სახეზე ნაიარევი აქვს, მოიტანს ერთ ძველ სკიურს, მეზღვაურის სკიურს და დასახლდება ამ ფუნდუკში. ეტყვის ჯიმ ჰოკინს, რომ თუ ცალფეხა მეზღვაური გამოჩნდა, აუცილებლად შეატყობინოს და აქედან იწყება თავგადასავალი ამბები, რომელიც მთელი სიუჟეტს განაპირობებს. ერთგან ამბობს კიდევაც ავტორი, მართალია ეს ბილი ბოუნზი საბოლოოდ ამ ფუნდუკს მოშორდება, მაგრამ არ მოშორდება საქმეები, რომლებიც ამ ადამიანს უკავშირდებაო. და ესეთი მთავარი გზავნილად შეიძლება მივიღოთ ადამიანები, რომლებთანაც გვაქვს ურთიერთობა, შნებს დუნებლიეთ, როგორ განსაზღვრავენ ჩვენს ცხოვრებას, მათი საქმეები, როგორიც არ უნდა იყოს ისინი. ერთი სიტყვით ამ ბილი ბოუნსთან ურთიერთობის ცოტა რთული არის ამ წიგნზე საუბარი, კვლავ მიჭირს, იმიტომ რომ არ გაგიმხილოთ ყველაფერი, მაგრამ ერთი რაც უნდა ვთქვა, ჯიმ ჰოკინზი გახდება ისეთი მთავარი პერსონაჟი ამ ამბების მთელი სიუჟეტის, სადაც კი კვანძი უნდა შეიკრას, ან უნდა გაიხსნას, ყველგან ჯიმ ჰოკინზი არის. ის არის ძალიან გაბედული, მამაცი ადამიანი და საერთოდ ამ წიგნის მთავარი პერსონაჟები, ანტაგონისტი თუ პროტაგონისტი პერსონაჟები არიან საოცრად გამორჩეული ხასიათის მქონენი და აუვიწყარი და ისეთი ერთ მხარეს არიან ღირსეული, მამაცი, გულადი კაპიტანი ლიუსი, თუ სკვაირი, თუ კაპიტანი ექიმი ლიუსი, კაპიტანი ტრელონი, სკვაირი, გემის მეპატრონე, თუ ჯიმ ჰოკინსი, მოხუცი ტომი, ხოლო მეორე მხარეს მაგალითად მეკობრე ცალფეხა სილვერი და მისი ამსონები, მეკობრეები და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ აი მათი ურთიერთობა თუ როგორ არის ასახული აი ეს ზაკურული საქმეები თუ გაბედული საქმეები, როგორ უპირისპირდებიან ეს პროტაგონისტი პერსონაჟები ამ მეკობრეების ცუდ საქმეებს, ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება ამ წიგნიდან. ღირებულებებს, ცხოვრებისეულ ღირებულებებს, რომელიც არ არის ესეთი როგორ ვთქვათ, ხო, მიუხედავად აი ამ ანტაგონისტი პერსონაჟებისა, ავტორი მათაც დიდი სიყვარულით ეპყრობა. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა და დაგვაფიქრებს მეკობრეების ბედზე, ადამიანებზე, რომლებიც აი ამ გზას ირჩევენ. ეს არის დაუვიწყარი თავგადასავალი, რომელიც თავად უნდა გადაგხდეთ წიგნის პერსონაჟებთან ერთად, ხოლო ამ წიგნზე საუბრისთვის შევარჩიე ორი ეპიზოდი, რომელიც მინდა გაგაცნოთ და ცნობის მოყვარება, თუ კი წაკითხული არ გაქვთ ცნობის მოყვარება, აღგიძრათ და წაიკითხოთ, ხოლო თუ წაკითხული გაქვთ, გაგახსენოთ და შეიძლება თქვენი საყვარელი პერსონაჟის ეპიზოდიც აღმოჩნდეს. პირველი ეს არის სკიურის აღწერა. როდესაც ბილი ბოუნსის სკიურს ისე მოხდება, რომ
ჯიმ ჰოკინზი და დედამისი ახდიან სახურავს, იქიდან ამოვარდება კუპრისა და თამბაქოს მძლავრი სუნი და ამ სკიურში აღმოჩენილი ნივთები, რომლებსაც ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ ორ პერსონაჟთან ერთად, როგორ აღწერს ავტორი, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო არის ეს ეპიზოდი. პირველი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ნივთები, როგორ არჩევს მწერალი და რა თანმიმდევრობით ალაგებს. მეორე, იმიტომ რომ ამ ნივთებით გარკვეული შთაბეჭდილება გვექმნება პერსონაჟზე და ასევე ეს ეპიზოდი ამ სკიურში რა ნივთებით აღმოჩნდება, გადამწყვეტი არის სიუჟეტის განვითარებისთვის. რაც დამამახსოვრდა, ეს არის კარგად გულმოდგინე დაუთოებული წყვილი ტანის ამოსის ქვემოთ, ნაირ-ნაირი ნივთი შეხვდათ, კვადრანტი, რომლითაც გემის ადგილმდებარეობას განსაზღვრავდნენ, ხელსაწყო, თუნუქის ტოლჩა, თითქმის მოჭედილი წყვილი კომპასი, ვერცხლის ზოდი, რამდენიმე 5 თუ 6 ვესტ-ინდური ნიჟარა და აქვე ძალიან საინტერესო კომენტარი არის ჯიმ ჰოკინზი ამბობს, რომ მას შემდეგ ხშირად მიფიქრია თუ რატომ ატარებდა ამ ნიჟარებს მთელი თავისი ფათერაკებით ახსავს სიცოცხლის განმავლობაში ეს ბილი ბოუნზიო. ასევე ამ ნივთების ქვემოთ იყო წამოსასხამი მეზღვაურის, რომელიც ნავსაყუდლებში გდებისგან გათეთრებული იყო ზღვის მარილით და ამ მოსასხამის ქვემოთ კი აღმოჩნდა მუშამბაში გახვეული ქაღალდების შეკვრა და ტილოს აბგა, რომელიც გადაწყილი იყო ოქროს მონეტებით. ამ ტილოს აბგას გადმოაპირქვავებენ და წყარუნით გადმოცვივდება ლუიდორები, პიასტრები, გინეები და მე მინდა დაგისვათ ასეთი შეკითხვა. თქვენი აზრით, რა შეიძლება ყოფილიყო მუშამბაში გახვეული ქაღალდების შეკვრაში? მეორე ეპიზოდი ეს არის ვაშლის კასრს უკავშირდება, როდესაც გემზე ისპანიოლაზე აღმოჩნდებიან ჯიმ ჰოკინზი, კაპიტანი ეკიმილიუსი და მისი მეგობრები სხვებთან ერთად, 17 მეზღვაურთან ერთად. აქ გემბანზე დგას ვაშლიცავსა კასრი და ჯიმ ჰოკინს ვაშლის ამოღება მოუნდება, ჩაიხედავს ძირში მხოლოდ რა ერთი ცალი ეგდო, თუ სწორად მახსოვს და მის ამოსაღებად რომ დაიხრება, ჩავარდება შიგნით. და ის არის რომ დაამოვიდეს კასრიდან, რომ საუბარი მოესმება, საუბარს გაიგებს, ამ კასრს მიყრდნობილი არიან მეზღვაურები და საუბრობენ. მათი საუბარს მიაყურადებს ყურს და გაიგებს ისეთ რაღაცას, რაც სრულიად შეცვლის ამ გემის ეკიპაჟის წევრების ბედს. მოკლედ ძალიან საინტერესო მიგნებები აქვს მწერალს, ზღაპარივით გიყვება და საოცრად უბადლო სიუჟეტი არის. არსად არ არის აი ერთი პატარა ზედმეტი ჩანართიც კი. კიდევ ბევრი ეპიზოდი არის, რომელიც ძალიან შემიყვარდა, მაგრამ თავად აღმოაჩენთ. მოკლედ ეს არის დავიწყარი თავგადასავალი. დღეს კლასიკურ წიგნებს ნაკლებად კითხულობენ. ერთ-ერთ ვიდეოში აღვნიშნე, როდესაც საუბრობდი წიგნის რუკასთან დაკავშირებით და ამგვარი ჩვენ მასწავლებლები, მშობლები, თუ კი წავიკითხავთ ბავშვებისთვის, თუ კი მოხატავთ აი ასე თქვათ ბალიშებს, მე მახსოვს, როდესაც ამას ჩემ შულებს უკითხავდი, დიდი პლაკატი მქონდა აი გაკრული ზუსტად ამ კედელზე და დახატული მქონდა ისპანიოლა და სკოლიდან მოსულ თეკლას ვახვედრებდი ხოლმე სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს და თუ კი ამგვარად მივაწვდით მათ წიგნს, ჩემი აზრით აუცილებლად წაიკითხავენ, გაუჩნდებათ წაკითხვის სურვილი. ამ წიგნზე როცა ვფიქრობ, არ მინდა დამოვიწყდეს ამის თქმა, სულ იმის განცდა მაქვს, რამდენ ადამიანს აერთიანებს ამ 150 წლის განმავლობაში, რამდენ ბავშვს, მოზარდს, დასრულს აჩუქა დაუვიწყარი შთაბეჭდილება, განცდა, როდესაც მაგალითად
ჩონჩხის კუნძულზე მიდიოდნენ მეზღვაურები, თქვათ და ან როდესაც ბრიტანეთის დროშას ააფრიალებენ კოშკურაზე, როგორც გახსოვთ და ეს კიდევ რაღაც ავტორი ხაზს უსვამს ამ ეროვნულობაზე და დროშის სიმბოლიკაზე, როგორი მნიშვნელოვანია სიმბოლიკა, აქეთ ისპანიოლაზე ვთქვათ, ხიარული როჯერი ფრიალებს და ერთი სიტყვით რამდენ ადამიანს გვაერთიანებს ეს წიგნი. წიგნები როგორც ადამიანების განცდების და ემოციების გამაერთიანებლები, წიგნები როგორც ელჩები და დროში მოგზაურობის შესაძლებლობას რომ გვაძლევენ. აი ამაზე დამაფიქრა და ახლა კი წაგიკითხავთ ბოლო ნაწილს, სადაც ახლომახალ კითხვაზე ვამახვილებთ ყურადღებას მე და თეკლა. თეკლა მაშინ იყო მეოთხე კლასელი, 9 წლის, ახლა კი არის 15 წლის. მე ვეკითხები, რატომ მოგწონს ხმამაღალი კითხვა და თეკლა პასუხობს. უფრო ლიტერატურულს მხდის, ქართულის მოყვარულს, საგნების მოყვარულს, მაგალითად მათემატიკის კავშირი აქვს თან ლიტერატურად წერია, კავშირი აქვს მათემატიკასთან, თან სხვა საგნებთან. მათემატიკური ხრიკებიც არის, ხომ მოელი რაღაცას ამოცანებივით არის, უნდა ამოხსნა ეს რაღაც, მოვლენების განვითარება. სიტყვების მნიშვნელობაზე გვაფიქრებს, მაგალითად ხორბალი, ნამგალი, ციალი, განძი, კუნძული, მხიარული როჯერი, მეკობრეები, ჯიმ ჰოკინზი. ჩუმად რომ კითხულობ, გინდება სწრაფად წაიკითხო და დაამთავრო. სიტყვების გრჩება, ვერ იგებ კარგად. მიზანი განსხვავებულია. ეს